ის ახლახან დაბრუნდა გაშერბრუმიდან. მას 6 დღეში 2 მწვერვალი აქვს დაპყრობილი. გაშერბრუმი 1 და 2, ორივე და მე პატივი მქონდა მასთან შეხვედრის პირველ ბანაკში. ის ბიჭი თავს დაიღუპავს. ყველა მთამსვლელმა კეორიზე იმ ღამეს 2021 წლის 5 თებერვალს მოისმინა რადიო ბანაკში. 42 წლის კაცი დგას ციცაბო, ვერტიკალურ ყინულის კედელზე, რომელსაც შავი პირამიდა ეწოდება, 21,000 ფუტის სიმაღლეზე. ის შეუკრულია და ქვემოთ კარაკორუმის უფსკრულში უშუალო ვარდნას უყურებს. მისი ჟანგბადი ამოწურულია, ქარვები დაფლეთილია და ბოლო 30 საათი გამოფიტული გაატარა. მისი twini ფაქტობრივად უკვე იწყებს გათიშვას. მისი დოქტორის ხარისხი მცენარეთა მეცნიერებაში აქ არაფერნებაში აქ არაფერს ნიშნავს. მისი 10 წლიანი გამოცდილება მსოფლიოს ყველაზე საშიშ მწვერვალებზე აქ არაფერს ნიშნავს. ამ წუთას მხოლოდ მეტალის კარაბინების ერთი რიგი აშორებს მას 6,000 ფუტის სიმაღლიდან ვარდნას. მას უნდა შეასრულოს მანევრი, რომელიც 1000 ჯერ აქვს გაკეთებული. და პირველად ცხოვრებაში ის აპირებს არასწორად შეასრულოს თანმიმდევრობა. ყველა ქეორიზე იცის, რომ ეს კაცი მოგდება. აი რა მოხდა შემდეგ. მოგესალმებით ექსტრიმში. ათანას სკათოვი ჩვეულებრივი მთამსვლელი არ იყო. პირველ რიგში ის იყო მეცნიერი, პრაქტიკოსი მკვლევარი, რომელიც აქვეყნებდა რეცენზირებად სამეცნიერო ნაშრომებს. მას ჰქონდა დოქტორის ხარისხი მცენარეთა დაცვის მიმართულებით პლოვდივის აგრარულ უნივერსიტეტში, ბულგარეთში, ხოლო PhD მიიღო ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ბერლინში. და თავისი ზრდასრული ცხოვრების ადრეულ პერიოდში სწავლობდა სათბურის თეთრი ბუზების ბიბიოლოგიურ კონტროლს. ის არასოდეს ყოფილა მთაში 2010 წლის ზაფხულამდე, როდესაც მან ბულგარეთის მთებში 400 მილიანი საფეხმავლო ბილიკი გაიარა. არავის შეუძლია სრულად ახსნას, რა დაემართა მას იმ ბილიკზე. მას თვითონაც არასოდეს მიუწია ზუსტი პასუხი. მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდა, სათბურების და ბისა და ლაბორატორიული ანგარიშების კონტროლებადი, პოლირებადი, პროგნოზირებადი სამყარო მას აღარ ყოფნიდა. ის გაჩერდა, შემოტრიალდა და დაიწყო მთებისთვის ვარჯიში. და იმ მომენტიდან მან კიდევ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მთელი ცხოვრების ვეგანმა, მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ სიმაღლესაც მიაღწევდა, ამას გააკეთებდა ისე, რომ არ მოეხმარა არც ერთი ცხოველური პროდუქტი. მან ამას თავისი ექსპერიმენტი უწოდა. ის აპირებდა დაემტკიცებინა სამეცნიეროდ, საკუთარი სხეულით და მსოფლიოს ყველაზე რთულ მთებზე, რომ მცენარეები საკმარისი იყო. რომ პლანეტის ყველაზე ექსტრემალურ ფიზიკურ დატვირთვებს გაუძლო, ხორცი საჭირო არ იყო. თუ ცოცავ, ალბათ გესმის, რამდენად აბსურდულად ჟღერს ეს. მაღალ სიმაღლეზე ცოცვის კვებითი ლოგიკა 10 წლეულების განმავლობაში ცხოველურ ცილაზე იყო აგებული. ექსტრემალურ სიმაღლეებზე შენი სხეული კალორიებს უფრო სწრაფად წვავს, ვიდრე მათ შევსებას ახერხებს და მცენარეები უბრალოდ საკმარის ენერგიას ვერ იძლევიან, რომ ეს დააბალანსონ. ყოველ შემთხვევაში ასე ეგონათ ხალხს. ხოველი სერიოზული ექსპედიცია, ხოველი გამოცდილი გიდი, ხოველი მაღალსიმაღლური ფიზიოლოგიის სპეციალისტი ამავე ვარაუდით მოქმედებდა. თამსვლელები ჭამენ გაპინულ გამშვალ ხორცს, კარაქს, ცხოველურ ცხიმს, ყველაფერს რაც სითბოს წარმოქმნის და კუნთებს ამოძრავებს. ყველაფერი გარდა მცენარეებისა. ათანასმა არ ეკამათა მათ, უბრალოდ ავიდა. მისი პირველი მთა იყო კილიმანჯარო, ტანზანიაში 2013 წელს, შემდეგ ელბრუსი რუსეთში. მისი პირველი ჰიმალაის მწვერვალი იყო თვითონ ევერესტი, 2014 წელს ჩრდილოეთ მხრიდან. მან ეს გააკეთა დამატებითი ჟანგბადის გარეშე მწვერვალზე, გახდა პირველი ცნობილი ვეგანი, რომელიც დედამიწის უმაღლეს წერტილზე დადგა. ის მწვერვალზე დადგა და შემდეგ ჩამოვიდა. შემდეგ ის ევერესტზე დაბრუნდა და ისევ აიღო მწვერვალი, ამჯერად სამხრეთ მხრიდან. შემდეგ მან აიღო მანასუს, ანაპურნას და მაკალუს მწვერვალები, მაკალუზე კი 94 საათში ავიდა. მხოლოდ ერთი ღამე გაატარა საბაზო ბანაკში, რითაც ეროვნული სიჩქარის რეკორდი დაამყარა. 2017 წლისთვის ათანასმა მსოფლიოს პირველი ვეგანი გახდა, რომელმაც 7 მწვერვალის გამოწვევა დაასრულა. ის იყო ადამიანი, რომელიც მისიის შესრულებას ცდილობდა, რასაც აქამდე არავინ უცდია და სწორ გზაზე იდგა, რადგან 2019 წელს ათანასმა ისეთი რამ შეძლო, რაც 10 წლეულების გამოცდილების მქონე მთამსვლელებსაც კი დაასუსტებდა. მან 1 წელიწადში დაძლია კანჩენჯუნგა, გაშერბრუმი 1, გაშერბრუმი 2 და დაულაგირი. ეს ნიშნავს 4 მწვერვალს, რომლებიც 26,000 ფუტზე მაღლაა, სულ რაღაც 365 დღეში.
უმეტესობა ელიტარული მთამსვლელებისა 1-26,000 ფუტიან მწვერვალზე ასვლას წელიწადში გამორჩეულ მიღწევად მიიჩნევს. ატანასმა 4 მწვერვალი მცენარეებზე ასვლით დაიპყრო. 2019 წლის ბოლოსთვის ამ ბულგარელმა აგრონომმა წარმატებით დაიფრო მსოფლიოს 10-26,000 ფუტიანი მწვერვალი. მისი მიზანი იყო გამხდარიყო პირველი ვეგანი, რომელიც ყველა 14 მწვერვალზე ავიდოდა. და იმისთვის, რომ ნამდვილად დაემტკიცებინა, რომ ვეგანები არ არიან ნაკლებად ძლიერები, მას სჭირდებოდა საბოლოო ლაბორატორია თავისი შემდეგი გამოწვევისთვის. მას სჭირდებოდა მთა, რომელიც უბრალოდ არ აძლევდა ალპინისტებს გამოწვევას, არამედ აქტიურად ცდილობდა მათი მოკლას. მას სჭირდებოდა ის ერთი მწვერვალი, რომელიც ყველაზე გამძლე შერპებსაც კი აშინებდა. მას სჭირდებოდა კეორი. იმიტომ რომ მაშინ როცა ევერესტი მსოფლიოს ჭერია, კეორი უბრალოდ ველური მთაა. პაკისტანსა და ჩინეთს შორის მდებარე კარაკორუმის ქედის შორეულ გულში კეორის სიმაღლე 28,241 ფუტია. ის ევერესტზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ფუტით დაბალია, მაგრამ ეს ორი მთა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ევერესტის სტანდარტული მარშრუტი ალპინისტებს საშუალებას აძლევს დიდი მანძილები ფეხით მტანჯველად გაიარონ. კეორიზე ესეთი რამ საერთოდ არ არსებობს. ეს არის დაკბილული, სასტიკი პირამიდა, შავი ქვით და ტყვია-გაუმტარი ლურჯი ყინულით. არ არის მარტივად გასავლელი მონაკვეთები, არც ერთი ადგილი, სადაც სუნთქვას მოითქვა. სტატისტიკა ყველაფერს ამბობს. უფრო მეტი ადამიანი ყოფილა კოსმოსში, ვიდრე კეორის მწვერვალზე მდგარა. ყოველი 4 ალპინისტიდან, ვინც წარმატებით აღწევს მწვერვალს, ერთი სამუდამოდ მთაზე რჩება. და ეს ზაფხულშია. ატანას სკატოვს ზაფხულში წასვლა არ ჰქონდა დაგეგმილი. მან 2020-დან 2021-მდე ზამთრის სეზონზე დარეგისტრირდა. კეორიზე ასვლა ზაფხულშიც უკიდურესად რთულია. ზამთარში ეს უბრალოდ შეუძლებელია. ტემპერატურა -60 ფარენჰაიტამდე ეცემა. იანვარსა და თებერვალში რეაქტიული ნაკადი, ქარიშხლის ძალის ქარის ზოლი, რომელიც ზედა ატმოსფეროს გარშემო ბრუნავს, პირდაპირ კეორიზე ეშვება. ქარები რეგულარულად 20 მილისაათში აჯარბებს, მაგრამ სწორედ ატმოსფერული წნევაა ის, რაც ზამთრის კეორის ნამდვილ სასიკვდილო მახედ აქცევს. რადგან ცივი ჰაერი უფრო მკვრივია და ქვემოთ იკუმშება, ზამთარში კეორიზე ჰაერის წნევა იმდენად დაბალია, რომ თებერვლის გარკვეულ დღეებში მთამსვლელი კეორიზე 26,000 ფუტის სიმაღლეზე თითო ჩასუნთქვაზე რეალურად ნაკლებ ჟანგბადს იღებს, ვიდრე მიიღებდა მთაწვერზე ევერესტის მწვერვალზე მდგომი. მთამსვლელები უკვე 30 წელზე მეტია ცდილობდნენ ზამთარში კეორის მწვერვალზე ასვას, მაგრამ უშედეგოდ. ეს იყო მაღალი სიმაღლის მთამსვლელობის ბოლო დიდი გამოწვევა. თქვენი სხეული ამას ვერ ეჩვევა. ის უბრალოდ იწყებს სიკვდილს. სისხლი სქელდება, მონელება სრულად ჩერდება, რადგან კუჭს არ შეუძლია გამოხოს საკმარისი ჟანგბადი საკვების დასაშლელად. გადარჩენისთვის ადამიანის სხეულს სასიცოცხლოდ სჭირდება სითბო, რომელიც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით კალორიების წვით. კაცრი ვეგანისთვის, როცა მიდიხარ -50 გრადუსიან გარემოში, სადაც სხეული ითხოვს ცხიმიან ცხოველურ საკვებს, ეს იყო უმაღლესი რისკის მქონე აზარტული თამაში. თუ ატანას სკატოვის ექსპერიმენტს საბოლოო ბოსი ჰყავდა, ეს სწორედ ის იყო. და 2020 წლის დეკემბერში მან გადაწყვიტა ეცადა. ანტონისმა ჩაალაგა თავისი აღჭურვილობა და დაიწყო დამღლელი, ერთკვირიანი მოგზაურობა გაყინულ ბალტოროს მყინვარზე. მაგრამ როცა ბოლოს მიაღწია კეორის საბაზო ბანაკს, ზღვის დონიდან 17,000 ფუტის სიმაღლეზე, იქ რაც დაინახა, იყო სცენა, რომელიც ამ მთას არასდროს ენახა. ჩვეულებრივ, ზამთრის ექსპედიცია კეორიზე მარტოობისა და სასოწარკვეთის ამბავია, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე გამძლე მთამსვლელი მონაწილეობს. მაგრამ იმის გამო, რომ COVID-19 პანდემიამ 2020 წლის განმავლობაში ნეპალსა და ჩინეთში მთამსვლელებისთვის საზღვრები დახურა, პაკისტანი ერთადერთ ვარიანტად დარჩა. იმ სეზონზე საბაზო ბანაკი გადაჭიმულ, გაკინულ სოფლად იყო ქცეული. 60-ზე მეტი მთამსვლელი შეიკრიბა მყინვარზე. იყო დამოუკიდებელი ექსპედიციებიც, მაგალითად ლეგენდარული პაკისტანელი მთამსვლელი ალი სადპარა და ისლანდიელი მაშველი იონ სნორი. იყო ძალიან ორგანიზებული, მილიტარისტული ნეპალელი მთამსვლელების გუნდი, რომელსაც ნირმალ პურჯა ხელმძღვანელობდა. და ასევე იყო მასშტაბური კომერციული ექსპედიცია, რომელსაც Seven Summit Treks აწყობდა და რომელშიც ატანასიც მონაწილეობდა. ამ ოპერატორმა მოიყვანა შერპების არმია, 1000-ობით მეტრი ფიქსირებული თოკი და ათეულობით გადამხდელი კლიენტი,
რომლებიც ყველა იმედოვნებდნენ, რომ ისტორიის ნაწილი გახდებოდნენ. ატანას სკატოვი თავის კარავში მოეწყო, აღჭურვილობას ალაგებდა და მძიმე აკლიმატიზაციის ეტაპებისთვის ემზადებოდა. მას ჰქონდა ინტელექტი, ჰქონდა გამძლეობა და ჰქონდა ურყევი რწმენა თავის ფილოსოფიაში. მაგრამ როცა მკაცრი ზამთარი დადგა, მყინვარზე მჯდომი 60 ალპინისტი მალე გაიგებდა, რომ K2-ის არ აინტერესებს შენი ფილოსოფია, შენი რეზიუმე ან შენი დიეტა. 21 წლის იანვრის მე-16 დღეს კორიზე ამინდმა ის გააკეთა, რაც ზამთარში თითქმის არასდროს ხდება. იყო სიმშვიდე. ქარის სიჩქარე მწვერვალზე 10 მილი საათში ჩამოწდა. ეს უფრო მშვიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ზაფხულის შუადღე. მეტეოროლოგებმა, რომლებიც 10 წლეულები აკვირდებიან K2-ის ამას თაობაში ერთხელ მოცემულ შესაძლებლობად მოიხსენიეს. თამსვლელებს ერთი დღე მაქსიმუმ 2 თქონდათ მწვერვალზე ასასვლელად, სანამ თა თავის ჩვეულ სახეს დაიბრუნებდა. ნეპალელი მთამსვლელების 10-კაციანი ჯგუფი, რომელსაც ყოფილი ბრიტანელი სპეციალური ძალების ოპერატორი ნირმალ პურჯა ხელმძღვანელობდა, სწორედ ამ მომენტს ელოდა. ისინი სწრაფად გადაადგილდებოდნენ. ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ. და 16 იანვარს 16:43 საათზე ყველა 10-ვე მათგანი ავიდა K2-ის მწვერვალზე, სიმაღლეზე 28,241 ფუტი, სადაც ნეპალის ეროვნული ჰიმნი იმღერეს. მათ ეს შეძლეს. 33 წლის წარუმატებლობა ერთმა შუადღემ დაასრულა. იმ დღეს, როცა მთამ სიკვდილის მოტანა დაივიწყა. თამსველთა სამყაროსთვის ეს მთვარეზე დაშვებას გავდა. ბოლო დიდი ჯილდოც მოპოვებული იყო. ატანას სკატოვისთვის, რომელიც ბაზის ბანაკში თავის კარავში იჯდა, ეს ზეიმზე უფრო რთული რამ იყო. მას სიაში კიდევ 4 მწვერვალი ჰქონდა დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანი ახლახან აიღეს, მაგრამ ეს სახლში წასვლის მიზეზი არ იყო. ეს იყო მიზეზი, რომ კიდევ უფრო მეტად ეცადა. მარშრუტი ახლა უკვე თოკებით იყო დაფიქსირებული მთის წვერამდე და რაც მთავარია, შეუძლებლობის ფსიქოლოგიური ბარიერი მოხსნილი იყო. ამიტომ ის მთაზე დარჩა. პირველი თებერვლისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოდ გამოიყურებოდა. ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელმაც ნეპალელი გუნდი მწვერვალზე აიყვანა, მაშინვე დაიხურა, როგორც კი ისინი ჩამოვიდნენ და მის ადგილას სუფთა კარაკორუმის ზამთარი დადგა. მთის ზედა ნაწილში ტემპერატურა ისევ დაეცა -50 ფარენჰაიტამდე და ამას რამდენიმე ზამთრის ქარიშხალი დაემატა. მოლოდინში მყოფი მთამსვლელები ერთი პროგნოზის შემდეგ მეორეს აკვირდებოდნენ, მაგრამ მათში გამოსაყენებელი არაფერი იყო. შემდეგ თებერვლის პირველ დღეებში მეტეოროლოგებმა აღმოაჩინეს ვიწრო ფანჯარა, რომელიც იხსნებოდა 4-დან 5 თებერვლამდე. ექსპედიციის ამინდის სპეციალისტი პირდაპირ ამბობდა, რომ ასეთ მცირე ფანჯარაში K2-ის მწვერვალის დაპყრობის მცდელობა უკიდურესად სარისკო იყო. ერთ-ერთ პროგნოზში ეს აღწერილი იყო, როგორც ძლივს გადარჩენის შანსი, მაშინაც კი როცა ყველა უპირატესობა შენს მხარესაა. მაგრამ ალპინისტებისთვის, რომლებიც თითქმის 2 თვე მყინვარებზე ცხოვრობდნენ, დანაზოგები ამოწურეს და უყურეს, როგორც აიღეს ნეპალელებმა ის მთავარი სათაური, რისთვისაც ყველა აქ იყო მოსული, ეს იყო ბოლო ღია კარები. ასე რომ 4 თებერვლის დილით 10-ობით ალპინისტი დაიძრა ზემოთ, მესამე ბანაკისკენ და ანტონისიც მათ შორის იყო. გეგმა ისეთივე მარტივი იყო, როგორც აგრესიული. ჩვეულებრივ K2-ის მწვერვალზე ასვლის მცდელობა ასე მიმდინარეობს. პირველ რიგში ადიხარ ბაზიდან მეოთხე ბანაკამდე, რომელიც 25,600 ფუტის სიმაღლეზეა. ეს არის ბოლო შესაძლო თავშესაფარი ზედამთის ფერდობებამდე. იქ იძინებ, ამოწმებ აღჭურვილობას და ღამის სიჩუმეში ტოვებ ბანაკს. ბნელში ადიხარ, რომ ადრიან ნაშუა დღევს მწვერვალს მიაღწიო. შემდეგ სწრაფად ჩამოდიხარ აქ უსაფრთხოდ, სანამ ამინდი გაუარესდება. ეს არის დამკვიდრებული სტრატეგია. ესე იპყრობენ K2-ის. მაგრამ ამ მწვერვალზე ასასვლელად ატანასი და დანარჩენი Seven Summit Treks-ის ჯგუფი მეოთხე ბანაკიდან არ მიდიოდნენ. სუდი ამინდის გამო ესეთი ბანაკი არ არსებობდა. იქ კარავი არ დაედგათ. ამიტომ გეგმა იყო პირდაპირ მესამე ბანაკიდან გაეშვათ, რაც უკვე რთულ მწვერვალის ასვლას კიდევ 1600 vertical feet უმატებდა. 24,000 ფუტის სიმაღლეზე ასვლის ყოველი 100 ფუტი შეიძლება საათობით მტანჯველ ძალისხმევად იქცეს. ისინი ნებაყოფლობით უმატებდნენ მარადიულობას თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეს. ამინდის ფანჯარა ზედმეტად მოკლე იყო. დრო არ იყო, რომ დაედგათ მეოთხე ბანაკი. ან მესამე ბანაკი, ან არაფერი.
მაგრამ ის, რაც მესამე ბანაკში ელოდათ, მეოთხე ბანაკის არ ქონას მათ ყველაზე უმნიშვნელო პრობლემა დაჩენდა. 25-ზე მეტი მთამსვლელი რამდენიმე საათის ინტერვალში მივიდა. ქვემოთ მთაზე რამდენიმე კვირით ადრე დატოვებული კარვები ქარმა მთლიანად დახია და ფერდობიდან გადაყარა. მხოლოდ ნახევარი ადამიანისთვის იყო თავშესაფარი, ვინც იქ მივიდა. 6 კაცი ორსულიანი კარვის შიგნით შეჭყლეტილი აღმოჩნდა. სხვები უცნობებთან ერთად შეძრნენ. ვერავინ შეძლო ნორმალურად გაეჩაღებინა ქურა, რომ თოვლი დაედნო წყლისთვის. ვერავინ ჭამა, ვერავინ დაეძინა. გარეთ ტემპერატურა -40 გრადუსი ფარენჰაიტით იყო და ქარი კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ატანასმა თავად მიაღწია მესამე ბანაკს კვიან საღამოს. იმ დროისთვის, როცა მან თავისი დაღლილი სხეული ბანაკში შეათრია, ქაოსი უკვე აბსოლუტური იყო. მის ჯგუფს კარავი საერთოდ არ ჰქონდა. მას იძულებული იყო გარეთ, სასიკვდილო სიცივეში, ღია ცის ქვეშ დაეძინა. მაგრამ რაც მას საბოლოოდ ზღვარს გადააცილა, იყო ჟანგბადი. ატანასი და მისი შერპა, ლოქპა დენდი, 24,000 ფუტს სიმაღლეზე მივიდნენ და კომერციულ მომარაგებაზე იყვნენ დამოკიდებული, რომ საბოლოო ასვლისთვის დამატებითი ჟანგბადი მიეღოთ. მაგრამ საჭირო ჟანგბადი უბრალოდ არ იყო იქ. ატანასი სრულიად ყოველგვარი რეზერვის გარეშე დარჩა. 24,000 ფუტის სიმაღლეზე ჟანგბადის გარეშე დარჩენა ძალიან სახიფათოა. მის გარეშე სხეული კარგავს სითბოს, წარმოქმნის უნარს, სისხლის სქელდება, ტვინი იხუთება. მოკინულობა სწრაფად ვითარდება. გამყინავ სიბნელეში, ღია ექსპედიციის რადიოები, სიკვდილის ზონის დაუფარავ პანიკას გადასცემდნენ. ვერ ვგზნო ფეხის თითებს აქ ზემოთ. ტანსაცმელი არ გამომიცვლია და ვყინავ. გადმოსცა ერთმა სასოწარკვეთილმა ხმა. რატომ არ არის აქ მეტი კარავი? მეორემ დაიკვირა. მასიური კომერციული ექსპედიციის ინფრასტრუქტურა სრულიად დაიშალა. ის, რაც კოორდინირებულ საწყის ბაზად უნდა ქცეულიყო, სასოწარკვეთილ ბრძოლად გადაიქცა, რათა ღამე როგორმე გადაეტანათ. და სწორედ ამ საშინელი ფონის ფონზე გაისმა რადიოში მთელი ექსპედიციის ყველაზე შემაძრწუნებელი დაკვირვება. იმ ბიჭს თავი მოეკლება. ხმამ გაიჟღერა ღია რადიო არხზე, რომელსაც იმ ღამით მთაზე მყოფი ყველა მთამსვლელი უსმენდა. ეს იყო ერთი მთამსვლელი მესამე ბანაკში, რომელიც უყურებდა მეორეს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იყო გადაწყვეტილი მწვერვალზე ასულიყო, მაშინ როცა ყველაფერი მის გარშემო ინგრეოდა. არავინ იცის, ვინ თქვა ეს, მაგრამ კონტექსტი აშკარაა. ეხლა ატანასი ჭკვიანი კაცი იყო. იმ სასტიკი ღამის განმავლობაში ატანასმა შეაფასა თავისი მდგომარეობა და ყველაფერი გააანალიზა. დაღლილი მთამსვლელი კეორიზე უკვე სერიოზული რისკია. დაღლილი ვეგანი მთამსვლელი ჟანგბადის გარეშე ნამდვილად ბედნიერად ვერ დაასრულებდა. ამიტომ მან გულწრფელად გადაწყვიტა, რომ მწვერვალზე ასვლას არ ეცდებოდა. დილით ჩამოვიდოდა. მან ღამე გადარჩა კარვში, სადაც ტემპერატურა -40 გრადუს ფარენჰაიტს აღწევდა, თითქმის გაუწყლოვანებული და თითქმის გამომოუძინებელი. მაგრამ თას მისთვის ჯერ ხელი არ გაეშვა. ღამის გადარჩენა მესამე ბანაკში მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ახლა უნდა გადარჩენილიყო დაღმართზე. ქორიზე ისტორიულად დაღმართზე მთა თავის მსხვერპლს იღებს. ზევით ასვლისას ადრენალინი და ამბიცია გაძლევს ძალას. დაბლა ჩამოსვლისას ენერგია აღარ გაქვს. გლიკოგენი ამოწურულია. კუნთები შიმშილობენ. გადაწყვეტილებები, რომლებიც ზევით ასვლისას ნათელი იყო, დაბლა ჩამოსვლისას ბუნდოვანი ხდება და მიზიდულობა, რომელსაც დღეების განმავლობაში ებრძოდი, დაუნდობელი მტერი ხდება. იყო 5 თებერვლის დილა, დაახლოებით დილის 10 საათი. ატანას სკატოვმა და ლოქპა დენდიმ დაიწყეს უკან დახევა სიკვდილის ზონიდან. მესამე ბანაკიდან ჩამოსასვლელად მათ უნდა გაევლოთ შავი პირამიდა. ეს არის ცნობილი, ძალიან ციცაბო, თითქმის ვერტიკალური მონაკვეთი, ქვასავით მაგარი ყინულისა და კლდის, დაახლოებით 21,000 ფუტის სიმაღლეზე. მთის ეს მონაკვეთი დაფარულია დამაგრებული თოკებით, მაგრამ ყველა თოკი ერთნაირი არ არის. წლების განმავლობაში ათობით ექსპედიციას თავისი თოკები დაუტოვებია. ზოგი თოკი სრულიად ახალი იყო, რამდენიმე კვირის წინ ნეპალელთა გუნდმა დააგო. სხვა თოკები კი ძველი, ულპობადი ნარჩენები იყო, რომლებიც თქვენს წონას გაფრთხილების გარეშე გაწყდებოდა. არასწორი თოკის არჩევა ისეთივეა, როგორც კლდის პირას გახუნებულ თოკზე ხელის მოკიდება. გებულობ, რომ არასწორი იყო, როცა უკვე ვარდები. ამ თოკებზე უსაფრთხოდ ჩასასვლელად მთამსვლელი ერთდროულად ორ სისტემას იყენებს. პირველი არის ჩამოსასვლელი ხახუნის მოწყობილობა.
წარმოიდგინეთ როგორც ხელის მუხრუჭი. ეს მოწყობილობა თოგზე ეწყობა და აკონტროლებს, რა სისწრაფით ჩამოხვალთ ქვემოთ. მეორე არის უსაფრთხოების თასმა, მოკლე სამაგრი, რომელიც თქვენი ახკაზმულობიდან პირდაპირ თოგზე მაგრდება. ეს თქვენი უსაფრთხოების ხვედია. თუ ხელის მუხრუჭი მართ ხდება, უსაფრთხოების ხვედი გიჭერთ. ერთად ისინი ერთადერთი რამაა, რაც თქვენსა და ქვემოთ არსებულ მთას შორის დგას. მაგრამ აი პრობლემა. თოკები ერთი უწყვეტი ხაზი არ არის. ისინი მთის ზედაპირზე ყოველ რამდენიმე ათეულ ფუტშია მიმაგრებული. ამ ყველა სამაგრზე უნდა გააკეთო გადაცვლა, მოხსნა ზედა თოკიდან და გადაბმა ქვედა თოკზე. ჯერ ხელის მუხრუჭი, მერე უსაფრთხოების ხვედი. და არის ერთი წესი, რომელიც არასოდეს უნდა დაარღვიო. სანამ ზედა ნაწილს გაუშვებ, უსაფრთხოების ხვედი ქვედა თოკზე უნდა დააბრუნო. რადგან ამ გადაცვლის დროს სულ რამდენიმე წამით თუ რიგს არასწორად დაიცავ, არაფერს ეჭიდები. ატანას სკატოვმა ეს ძალიან კარგად იცოდა. მან ეს გადაცვლა ასობით ჯერ გააკეთა ანაპურნასა და ჩოუიუზე. მან ეს თოკები ისე იცოდა, როგორც ქირურგი იცნობს სკალპელს. დაახლოებით დილის 10:30-ზე ის და ლოკპა დაშვებას დაიწყეს. სამი ბანაკის ქვემოთ შერპა ლოკპა თოკებზე შეჩერდა, ამოიღო კამერა, რათა დაეფიქსირებინა დაშვება და მაღალი გარჩევადობის ვიდეო გადაიღო თავისი კლიენტის. ამ ვიდეოში ატანას სკატოვი ფიზიკურად მტკიცედ გამოიყურებოდა. ის სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. მან წარმატებით მიამაგრა თავისი ATC დაშვების მოწყობილობა ფიქსირებულ თოკზე და აქტიურად ემზადებოდა, რომ დაშვებულიყო ციცაბო თოკებზე. არანაირი გარე ნიშანი პანიკის, საბორძიკების ან გარდაუვალი კოლაფსის არ შეიმჩნეოდა. გარემოს ასახვის მიზნით ლოკპამ კამერა ატანასისგან სხვა მხარეს მიმართა, რომ გადაეღო კარაკორამის მთების ფართო და მშვენიერი პეიზაჟი, რომელიც მათ ქვემოთ იშლებოდა. როცა ლოკპამ კამერა რამდენიმე წამში უკან დააბრუნა, ატანას სკატოვი აღარ იყო. ერთი წამით ატანასი იქ იყო. მეორე წამს კი ის აღარ იყო. სწრაფი გადახვევა. ყოველ თვე არის ისტორია, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. იქ არის თუ გინდათ, Patreon-ის ბული ქვემოთაა. ეხლა სად გავჩერდით? მათ ქვემოთ შაო პირამიდაზე კანადელი რეჟისორი სახელად ელიას საიკალი თავის შერპა მეგზურთან, პასანგ ფურბა შერპასთან ერთად ფრთხილად ეშვებოდა. ელია უბრალოდ დამკვირვებელი არ იყო. ის იყო ჯილდოს მფლობელი, მაღალი სიმაღლის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომელმაც წლები გაატარა მსოფლიოს ყველაზე საშიშ მთებზე მთამსვლელების დოკუმენტირებაში. ის სპეციალურად ჩამოვიდა ქეორიზე, რათა გადაეღო პაკისტანელი ლეგენდის ალი სადპარას და ისლანდიელი მთამსვლელის იონ სნორის ზამთრის ექსპედიცია. წინა ღამეს მისი საკუთარი მწვერვალზე ასვლის მცდელობა შეჩერდა, როცა 6 ჟანგბადის ბალონი, რომლისთვისაც მან გადაიხადა და წინასწარ განათავსა მესამე ბანაკში, არსად აღმოჩნდა. მათ გარეშე მაღლა ასვლა სიკვდილის განაჩენი იყო. ამიტომ მან და პასანგმა ოდნა უკან დაიხიეს მთაზე, გაშალეს კარავი და სასტიკი ღამე გაატარეს, ზემოთ ღია რადიოარხზე ქაოსის მოსმენაში. ეხლა ისინი ეშვებოდნენ, უკიდურესი სიფრთხილით მოძრაობდნენ, ერთდროულად რამდენიმე თოგზე ეკიდებოდნენ, რადგან შავი პირამიდის ძველი და ახალი თოკების არეულობა ერთ თოგზე ნდობას აზარტულ თამაშად აქცევდა. ისინი დაშვების შუაში იყვნენ, როცა რაღაცამ ზემოდან სიჩუმე დაარღვია. არც გაფრთხილება, არც ხმა, არც ყვირილი, უბრალოდ სხეული კაშკაშა წითელ თბილ კომბინეზონში, რომელიც მის თავზე გადაფრინდა. სხეულმა პასანგ კაჯის თავის ქალას რამდენიმე სანტიმეტრით ასწდა. შემდეგ ის პირდაპირ საიკალის თავზე გადაფრინდა, რომელიც მხოლოდ პარალიზებული შიშით უყურებდა, როგორ გადაბრუნდა და გადმოტრიალდა ატანას სკატოვი, მძიმედ ეჯახებოდა ულმობელ, ტყვიასავით მაგარ, ყინულოვან ფერდობებს. ატანას სკატოვი შავ პირამიდის მონაკვეთზე ღრმად ჩავარდა და ადამიანის სხეულის სიჩქარე, რომელიც მკვეთრ ყინულოვან დაქანებაზე ეცემა, დამანგრეველია. ვარდნისას ერთ-ერთ მომენტში ყინულზე განმეორებულმა დარტმებმა ატანას სკატოვი მთლიანად ამოაგლიჯა თბილი კომბინეზონიდან, ამიტომ მისი კაშკაშა წითელი კომბინეზონი მთის ფერდობზე თოლში ჩარჩა, ხოლო მისი სხეული თითქმის 6000 ფუტით ბოლომდე წინასწარ ბაზის ბანაკამდე სრიალებდა. და ეს იყო დასასრული. გადარჩენის მცდელობები მაშინვე დაიწყო. იმავე დღის 3 საათზე პაკისტანის სამხედრო ვერტმფრენი ავიდა 18000 ფუტამდე მოწინავე საბაზო ბანაკის მახლობლად. მიწის ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ექსპედიციის ლიდერი ჩანგ დავა შერპა,
მიაღწია შეჯახების ადგილს, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. ატანასმა შეჯახებისთანავე გარდაიცვალა. მათ უზრუნველყვეს მისი ნეშტის უსაფრთხოება, განათავსეს იგი თვითფრინავში და გადააფრინეს ქალაქ სკარდუში. წითელი ბუმბულის კოსტიუმი მთაზე დარჩა. როცა მთამსვლელი ფიქსირებულ თოკებზე ვარდება, პირველი ბუნებრივი ვარაუდია, რომ მოხდა აღჭურვილობის კატასტროფული მარცხი. საწყისი ხმები სწრაფად გავრცელდა, ადრეული ცნობები ამტკიცებდა, რომ ფიქსირებული თოკი გაწყდა. მაგრამ ეს თეორია სწრაფად გამოირიცხა, რადგან ექსპედიციის ლიდერმა, ჩანგ დავა შერპამ, მოგვიანებით დაადასტურა, რომ ყველა თოკი უვნებელი იყო და რომ შეცდომა ალბათ ატანასის მხრიდან მოხდა. მაგრამ ყველაზე დამაზიანებელი ჩვენება იმ კაცისგან მოვიდა, რომელიც მის გვერდით იყო. ლოკპა დენდიმ ახლახან გადაიღო ატანასი. მან დაინახა, როგორ ჩაიმაგრა თოკზე. და რაც მთავარია, ლოკპა ატანასის გადავარდმისთანავე, შავი პირამიდის ზუსტად იმავე მონაკვეთის ჩამოსვლა მოუწია. როცა მოგვიანებით აღჭურვილობაზე ჰკითხეს, ლოკპა მარტივი, მაგრამ დამანგრეველი პასუხი გასცა. თოკი არ გაჭრილა. მე იმავე თოკით ჩამოვედი. მან შეცდომა დაუშვა, როცა უსაფრთხოების დამაგრებას ცვლიდა, თქვა მან. ექსპერტებს შორის სასამართლო სამედიცინო კონდიცინო კონსენსუსი თავისი სიმარტივით სასტიკია. თოკი არ დაზიანებულა. ატანას სკატოვმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა თოკების გადართვისას. რაც აჩენს კითხვას, როგორ შეიძლება მაღალ ინტელექტუალურმა, მეთოდურმა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს, უბრალოდ მოიხსნას მთაზე დამაგრებული თოკიდან. პასუხი არც სიბრიყვეა და არც დაუდევრობა. ეს ბევრად უფრო შემაშფოთებელი რამაა. იფიქრეთ იმაზე ბოლოს, როდის იყავით ნამდვილად ძვალამდე დაღლილი. არა უბრალოდ დაღლილი, არა მილი, არამედ ისეთი გამოფიტული, რომ ოთახში შედიხართ და გავიწყდებათ, რატომ მოხვედით, ან ერთსა და იმავე წინადადებას 4-ჯერ კითხულობთ და მაინც ვერ ითვისებთ. აი ეს არის თქვენი ტვინი 20%-ზე. ეხლა აიღეთ ეს ტვინი და გაიყვანეთ გარეთ -40 გრადუს ფარენჰაიტში, კარვის გარეშე, ძილის გარეშე, წყლის გარეშე, მთელი ღამით. 24,000 ფუტის სიმაღლეზე, სადაც თითოეული ჩასუნთქვა, მხოლოდ მცირე რაოდენობის ჟანგბადს გაძლევთ, მკაფიოდ უნდა იაზროვნოთ. ეს იყო ტვინი, რითაც ატანას სკატოვი მუშაობდა 5 თებერვლის დილას. და როდესაც უკიდურეს სიმაღლეზე დაღლილი ხარ, ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია თანმიმდევრობისა და იმის დამახსოვრებაზე, რომ ნაბიჯი A უნდა იყოს ნაბიჯი B-მდე, პირველია, რაც ფუნქციონირებას წყვეტს. ისე როგორც ზღვის დონეზე ღვედის შექრვა მარტივად გვეჩვენება, იგივე მექანიზმი მაღალ სიმაღლეზე უბრალოდ წყვეტს მუშაობას. ატანას სკატოვს თოკის დამაგრება არ დავიწყებია. მან წამიერად დაივიწყა, რომელი საკეტი უნდა დაემაგრებინა პირველად. ბრტყელ გზაზე ეს არაფერს გიჯდება. ქეორის შავ პირამიდაზე თებერვალში, იმ ღამის შემდეგ, რომელიც მან გადაიტანა, ეს ყველაფერი დაუჯდა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მიმართა ერს, როდესაც ეს ამბავი გავრცელდა. თამ კვლავ წაიყვანა ჩვენი ერთ-ერთი დიდი მთამსვლელი. ატანას სკატოვი მამაცი ადამიანი იყო, ადამიანი, რომელსაც მიზანი ამოძრავებდა. მას ჰყავდა 12 წლის ვაჟი, ვასილი, სახლში, ბულგარეთში და 4 მწვერვალი ჰქონდა დარჩენილი იმ სიაში, რომელსაც 10 წელი აგროვებდა, მაგრამ ვეღარასდროს იხილავდა. ატანას სკატოვმა წამით მოიხსნა უსაფრთხოების თოკიდან. ერთი ჩვეულებრივი შეცდომა დაუშვა, რამაც სიცოცხლე დაუჯდა. ეს იყო ყველაფერი, რაც დასჭირდა ადამიანს, რომელიც მსოფლიოს 10 უმაღლეს მთაზე იყო ნამყოფი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ დაღუპვა ჩამოსვლისას, მაშინაც კი როცა სწორ გადაწყვეტილებას იღებ, ყველაზე სასტიკი გზა, რომლითაც ეს მთა ადამიანებს იტაცებს, დაელოდეთ და ნახეთ, რას უშვება მათ, ვისაც არჩევანის გაკეთებაც კი არ ქონია. შემდეგი ვიდეო შოკში ჩაგაბდებთ.